რაზე ისაუბრეს რამდენიმე წუთიანი შეხვედრის დროს ერევანში კობახიძემ და ზელენსკიმ და აღდგება თუ არა ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პირველად დიდი ხნის განმავლობაში მცირე ხნით პირისპირ ისაუბრა და მიაჩნია, რომ ეს სწორია. ზელენსკიმ მოკლე კომენტარი უკრაინული ტელევიზიის ეთერში გააკეთა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტიდან დაბრუნების შემდეგ, ოცნების პრემიერი ამტკიცებს, რომ მას ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს უხსენებია. კობახიძის თქმით, თბილისი მზად არის გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირი მთავრობათა შორის ურთიერთობებშიც აისახოს. გამოწვევები არსებობს, ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, ურთიერთობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის. ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის დღეს ომის მდგომარეობაში და ეს ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის უფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად პრეზიდენტთან, ბატონ ზელენსკისთან დაკავშირებით. და რაც იყო პრობლემები, ეს პრობლემები არის ძალაში, მაგრამ ჩვენ დავიყოთ მომავალზე ორიენტირებული. ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ ქვეყანასთან ურთიერთობების აღდგენა, რომელსაც ოცნება საქართველოს ომში ჩართვის მცდელობას აბრალებს. პრეზიდენტ ზელენსკის კი ხშირად შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს, მარტივი არ იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, არსებული ვითარების შესაცვლელად ივანიშვილის გუნდმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც ნაკლებ სავარაუდოა. ზელენსკის შეხვდა სწორედ იმიტომ, რომ ამითი მან კიდევ ერთხელ აჩვენა რუსეთს საკუთარი ძლიერი პოზიციები, როდესაც რუსეთის უკანა ეზოში, იქ სადაც რუსეთი მოიაზრებს საკუთარ ტერიტორიად, შეხვდა იმ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც არის რუსეთის მოკავშირე, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მის შიკრიკებს, რომლებსაც ის აგზავნის ერევანში თუ სხვაგან, მათ დღეს ერთადერთი დავალება აქვს მიღებული, რომ გაუქმდეს ის სანქციები, რაც დასასებული აქვს ივანიშვილს როგორც რუსეთის მოკავშირეს და რა თქმა უნდა, შესაბამისად დღეს ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაიმე პოზიტიური დინამიკა შექმნას ზელენსკისთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ცხადია, რომ ზელენსკის პოზიცია გადამწყვეტი არის დღეს საერთაშორისო პოზიციონირებას რაც შეეხება. ოცნებამ დაატრიალა ეს ვიდეო თითქოს და რაღაცა კარგი მოხდა მათთვის, არადა ყველამ კარგად ვიცით ზელენსკის ინიციატივით გამართული შეხვედრა მით უმეტეს რას ნიშნავს კობახიძისთვის და ოცნებისთვის. არსებობს საკითხები, რომელიც ცნობილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იცნობს უკრაინის ოფიციალურ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში, რომელზედაც ხაზი გაესვა სხვადასხვა ამ შეხვედრის შემდგომ განცხადებაში, რომ არსებობს საკითხები, რომელიც არის მოგვარებელი და რომლის მოგვარება არის პრიორიტეტული უკრაინისთვის. სხვანაირად ურთიერთობის გადალაგება ვერ მოხერხდება. ეს საკითხი პირველი არის, რა თქმა უნდა, მთლიანად ამ ანტიუკრაინული ისტერიის შეწყვეტა, როცა მთავრობის პროპაგანდა აგებული არის პირველ რიგში სწორად რომ ზელენსკის დისკრედიტაციაზე და უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის დისკრედიტაციაზე, ამის გამო მოხდა სანქციება მათ შორის პროპაგანდისტული არხების ოცნების, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე პირველი ეს ახლა სამი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი. გაფუჭებული ურთიერთობების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ომში მყოფ ქვეყანას ომის დაწყებას დააბრალებ, ესე კორიდორში ხელის ჩამორთმევით ერთი შეხვედრით უბრალოდ ურთიერთობები არ აღდგება ხოლმე და მეგობრობა არ ბრუნდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს მეგობრობა აღდგება უკრაინასთან. რაც შეეხება კობახიძის განმავლობანი გვაქვს თუ არა, რომ რაიმე სასიკეთოს წამოიღებს საქართველოსთვის, არ მგონია, რომ კობახიძემ შეძლოს, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, რომ კობახიძე არ არის ის ადამიანი, რომელიც პირადად იღებს გადაწყვეტილებებს, ის ელოდება მითითებებს. ერევანში გამართული რამდენიმე წუთიანი კომუნიკაციის შემდეგ ოცნების ლიდერები ნიშნის მოგებით საუბრობენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ზელენსკის კობახიძე სანქცირებულთა სიაში ყავს შეყვანილი, თუმცა მაინც თავად მოუწია კობახიძესთან მისვლა და საუბარი. შეგახსენებთ, რომ თავად პრეზიდენტ ზელენსკიმ უკრაინის სანქცირებულთა სიაში ყავს შეყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მოუწია მისვლა ირაკლი კობახიძესთან და მასთან საუბარი. ასე რომ ფიქრობ, რომ ეს თავად მეტყოლებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართული ხალხის მიმართ და იმედს ვიჩენს მე პირადად, რომ იმედია, რომ ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართული ხალხის წინააღმდეგ მოქმედება შედეგი არ გამოაქვს და ფსონის დადება იმ ძალებზე, რომელიც ქართული ხალხის ღალატით არიან
ნაკვები კარგ შედეგს არ მოუტანს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე 2022 წლის 1 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩის საქართველოსთან კონსულტაციებისთვის გაიწვია და მიზეზად საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელი შეშლა და სანქციების დაწესების მიმართ ოცნების პოზიცია დაასახელა. თითქმის 4 წლიანი პაუზის შემდეგ ზელენსკიმ ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას ხელი 26 იანვარს მოაწერა. თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდეც დაძაბული იყო. პირველად ელჩი სააკაშვილის უკრაინაში ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დასახელების გამო 2020 წლის 8 მაისს საქართველომ გამოიწვია. შედეგად საქართველოს მეგობარ ქვეყანაში ელჩი 1 წლის განმავლობაში არ ჰყავდა. 2024 წელს კი უკრაინამ ირაკლი კობახიძეს ოცნების წევრებსა და ოცნებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.